თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98 სტუდენტთა პროტესტი ახალგაზრდების შეკრების ადგილი ისევ სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსია. არაძალადობას სისტემა უნდა დაინგრეს, დაისაჯოს ბაჩო ახალაია სტუდენტების მოთხოვნები უცვლელია. უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ახალგაზრდებმა სპორტსმენებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად სახელმწიფო კანცელარიისკენ მსვლელობა მოაწყვეს. ისინი სამართლიან არჩევნებს ითხოვენ. მათი ხმების გაყალბების შემთხვევაში კი ხელისუფლებას პირდებიან, რომ ქუჩაში 5 ჯერ უფრო მეტი სტუდენტი გამოვა. გავერთიანდით საერთო მოთხოვნის ქვეშ. ჩვენ გმობთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. უკვე ერთიანი სტუდენტური საბჭოს სახელით ახალგაზრდებმა მოთხოვნები სახელმწიფო კანცელარიაში შეიტანეს. სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პატიმრებზე განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეთა და დამკვეთთა დასჯა. ახალგაზრდები ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნებისკენ მოუწოდებენ. ეს არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმ პროტესტთან, რომელსაც ყველა სტუდენტი გამოთქვავს, იმ ძალადობის და იმ საშინელების წინააღმდეგ, რაც მოხდა ციხეში და პენიტენციარულ სისტემაში და ასევე მეორე მესიჯი, რაც არის ამ წერილში, ეს არის სამართლიანი არჩევნები. კანცელარიასთან მისვლამდე სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, სადაც მათ საზოგადო მოღვაწეებით შეუერთდნენ. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ სტუდენტთა ასეთი აქტივობა მრავალი წელია არ უნახავთ. მიზნები რაც აქვთ სტუდენტობას ძალიან მსგავსია იმისი, რაც აქვს საზოგადოებას, უბრალოდ სტუდენტობა ამ შემთხვევაში არის უფრო გამომდინარე ინსტიტუციური თვალსაზრისით უფრო ორგანიზებული ძალა. თქვენია ეს ქვეყანა და თქვენ უნდა დაამარცხოთ მართლა ის სისტემა, რომელიც თქვენ არ მოგწონთ და რო არ მოგწონთ ეს ფაქტი სახეზე არის. უნივერსიტეტის ეზოში აქციის მონაწილეებს სპორტსმენებით შეუერთდნენ, მორაგბეები, მოჭიდავეები და ფეხბურთელები დღეს სტუდენტებთან ერთად იდგნენ. რაც ამ დღეებში ვიხილეთ იყო ძალიან ცუდი ამბავი, რა ვიცი, მთელი ერი შოკში ვარ და რა თქმა უნდა უერთდები ამას, მოვედით ახლა სპორტსმენები, რათა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამასთან მიმართებაში. აქციის მონაწილეები მელიქიშვილისა და რუსთაველის გავლით სახელმწიფო კანცელარიისკენ დაიძრნენ. მსვლელობისას ახალგაზრდებს შეძახილებითა და სიგნალებით რიგითი მოქალაქეებიც უცხადებდნენ სოლიდარობას. სტუდენტები საპროტესტო აქციების შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არაპირებენ.